დილამშვიდობისა. ჩვენ კვლავ მოგესალმებით Elite Electronics-ის კულინარიის კლუბიდან. ჯანსაღი კვებით დაინტერესებულოთ ჩემო პატარა კულინარებო. თხოვთ გამოგვეხმაუროთ და გახდით ამ რუბრიკის სტუმარი. დღეს კი ჩვენი სტუმარია რესტორატორი ვახო კანდელაკი, რომელიც 9 წლის საკუთარ შვილ ერეკლესთან ერთად გვესტუმრა. რა გავატანოთ ბავშვებს სკოლაში? რას ვაკეთებთ ვახო? ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ თქვენთან სტუდიაში. მშობლების დილემა დღეს უნდა გადავჭრათ. ბავშვს ვატანთ აუცილებლად ბოსტნეულს და აუცილებლად ვატანთ ციმას. დღეს შევეცდები რომ ავაწყოთ სენდვიჩი, ქათმის სენდვიჩი, ერეკლეს ძალიან უყვარს ეს სენდვიჩი და გავაკეთოთ რაგუს მსგავსი ბოსტნეულის ნაკრები. მოვაჭრათ უხეში ნაწილი პურს და მოვათავსოთ აირღუმელში, ცოტა ხანი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გავხუხოთ. ერეკლე წმინდა კითხო, სკოლაში მიგაქვს პროდუქტები? კი. და შენ თვითონ არჩევ თუ მამა გეხმარება? ცოტა მამა მეხმარება, ცოტას მე თვითონ არჩევ. ყველაზე მეტად რა მიგაქვს ხშირად თუ გინდა რომ უთხრას ჩვენს სანატორიებს? უფრო ბოსტნეული და ხილი. ქათმის ფილეთი ვიწყებთ და ცნობილია რომ ქათმის ფილე არ უნდა გამოგვიშრეს. აქედან გამომდინარე მე შევეცდები რომ ქათმის ფილის არ გამოშრობის ტექნიკა ვასწავლო. თუ ხედავთ აქ და ნაფხვენია პურის, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ზუსტად ეს პურის ნაფხვენი გაიკეთეს პატარა გარს, მე სპეციალურად გავაკეთე ეს. ცილა პროდუქტი ან პროტეინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურად უნდა მივიღოთ. ცილოვან პროდუქტზე მოთხოვნილება იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მაგალითად, თუ 1-დან 3 წლამდე ბავშვი 13 გრამი ჭირდება პროტეინი, ამ შემთხვევაში 14-დან 18 წლამდე ასაკში უკვე მიდის 52 დაახლოებით გრამამდე მოთხოვნილება. და ერთი მნიშვნელოვანი სიჭარბე, ისე როგორც ნახშირწყლების, ასევე ცილების, არ არის მისაღები ვითომეტეს ბავშვთა ასაკისთვის. სწორედ ამ ცილოვანი პროდუქტებიდან უნდა მოხდეს მიღება ისეთი ელემენტების, როგორიც არის B12, რკინა, თუთია, საჭირო მიკროელემენტები, ვიტამინები. ცილოვანი პროდუქტები, რა თქმა უნდა, ხორცი პირველ რიგში და მე ძალიან მიყვარს თევზი, მაგრამ ჩემ შულთან მიმართებაში თევზზე ვერ შევთანხმდი, თუ დააფიქსირეთ წყალი დაუმატე ტაფაში და შემდეგ მოვათავსე სატაცუ. და როგორც კი წყალი აორთქლდება, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, რაც დაგვრჩა და ასეთი დაჭრილი პომიდორი ჩერი, ორი ფერის, წითელი და ყვითელი და რაც შეიძლება მაქსიმუმ აუწიოთ ტემპერატურას. ერეკლე, იქნებ დავეხმაროთ და მოდი მაყურებელს დაულაგოთ საინტერესო პროდუქტები, ძირითადად რა პრინციპით ავაწყოთ თებში, რომ წავიღოთ სკოლაში. ბოსტნეულით რას დავაწყობთ? სალათის ფოთლები. ხრაშუნა სალათის ფოთლები. მარწყვი, მართალია. აი ომეგა-3 D ვიტამინით და კალციუმით გამდიდრებული იოგურტიც თუ მომაწოდებ. იოგურტი ძალიან სწორია და სასიამოვნოა სკოლაში წასაღებად. და ურჩიოთ ბავშვებს, იმიტომ რომ რძის პროდუქტიც ცილა პროდუქტში თავსდება და ბურღულეული. მე მგონი შეიძლება კრეკერიც წავიღოთ, ხო? აი თუ ჩვენ ასეთი პრინციპით ავაწყობთ სისტემატიურად, ვფიქრობ ძალიან ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტი გამოგვივა სკოლაში წასაღებად. ლოკომოკულს კალციუმით, D ვიტამინით და ომეგა-3-ით გამდიდრებული პროდუქტი, რომელიც არა მარტო გემრიელი, არამედ მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. მე ესეთი პატარა სოუსი მოვამზადე, გაწურული მაწონი, კიტრი და კამა. კიტრი ალბათ გახეხილია, ხო? გახეხილი კიტრი, ძაძიკის სოუსს ეძახიან ამ გვარსს. ძალიან კარგია, თან ესეთია, ცოცხალი არის ძალიან და თან ყველაზე მთავარი რაც არის, არ არბილებს პურს. დაახლოებით 8 წლის ასაკამდე 1-დან 1.5 ულფაა რეკომენდებული ცილის პროდუქტები დღის რაციონში, ხოლო 2-დან უკვე 8 წლის ზემოთ 2-დან 2.5 ულფამდე, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება. GPC წარმოგიდგენთ პირისღრუს მოვლის საშუალებას ბრენდი Roxy, რომელიც უსაფრთხოა თქვენი პატარებისთვის, როგორც პირისღრუს მოვლის საშუალება, ის მისი შემადგენლობით უსაფრთხოა და არ იწვევს ინტოქსიკაციას. წაიღებ სკოლაში? კი. კაია. მე ის რეცეპტი შემოგთავაზეთ, რომელიც რეალურად ძალიან ცოტა ხანში მზადდება, ამისთვის დაახლოებით დაგჭირდებათ თლიანობაში 3 წუთი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო რეცეპტი შემოგთავაზა დღეს ვახომ, ჩვენ კი მომავალ ხუთშაბათს კვლავ დაგიბრუნდებით.